ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისში. აპირებს თუ არა დირკ შუსტერი წასვლას. რას ამბობს თემურ ქეცბაია დინამო თბილისის მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ და გორის დილას მეკარე რომელმაც გუნდის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ქუთაისიდან, სადაც უმძიმესი შედეგი მივიღეთ. ტორპედო ზირასთან კვლავ 0-3 დამარცხდა და საქართველოში ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი აზერბაიჯანულ კლუბთან 2 შეხვედრის ჯამში 6-0 განადგურდა. ამ შედეგს კი ქუთაისში გულშემატკივრებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტი მოხდა გუნდის კაპიტან ვლადიმერ მამუშაშვილსა და ადგილობრივ კომაგებს შორისაც. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები დიდი ხანია გუნდიდან მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის გაშვებას ითხოვენ. ამ საკითხზე მარცხის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა თავად ისაუბრა. ვფიქრობ, პირველმა გაშვებულმა გოლმა დაღი დაგვასვა და ჩვენი გეგმები შეიცვალა. ის გარემო კი რაც თამაშის დროს იყო, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის საკმაოდ ტოქსიკური აღმოჩნდა. არსად არ მევდივარ, ვაგრძელებ მუშაობას და ვფიქრობ მხოლოდ მომდევნო შეხვედრებზე, რათა ტორპედოსთან ერთად წარმატებას მივაღწიო. რაც შეეხება კითხვას, რომ კომაგებს ჩემი გუნდიდან წასვლა სურთ და რატომ არ მივდივარ, ამ კითხვაზე პასუხს არ გავცემ. როგორ განვითარდება ქუთაისში მოვლენები, ეს ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტია, რომ კონფერენს ლიგაზე ერთით ნაკლები ქართული გუნდი დარჩა. თუმცა საბედნიეროდ ასპარეზობას აგზელებს გორის დილა, რომელიც ვირტუსთან სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. თუმცა 2 შეხვედრის ჯამში 3-2 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრის გმირი გორელთა მეკარე დავით კერესელიძეა, რომლის ანგარიშზე 9 სეივი იყო. შეხვედრის შემდეგ კომენტარი სწორედ მან გააკეთა. ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა დღეს. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უკეთესად თამაში, მაგრამ მნიშვნელოვანი საერთო შემდეგ ეტაპზე გავედით. რაც შეეხება შემდეგ თამაშს, ბევრად ძლიერი მეტოქი ყავს აპოლონის სახით. მოვემზადებით, ვნახავთ მათ თამაშებს, გავარჩევთ რა თქმა უნდა ჩვენ შეცდომებსაც ვნახავთ და პოზიტიურად შევხვდებით მათთან თამაშს. წარმატებები ვუსურვოთ გორის დილას, რომელიც კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ აპოლონს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 23 ივლისს გორში გაიმართება. კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზეა თბილისის დინამო, რომელიც თბილისში მონდორფს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო, რადგან სტუმრებმა ძირითად დროში ერთადერთი ბურთის გატანა შეხვედრის 86-ე წუთზე შეძლეს. რითაც 2 შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. თუმცა მანამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ დინამოს ძირითად დროში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. მათ შორის ყველაზე რეალური თორნიკე კვარაცხელიას მიერ მოპოვებული 11 მეტრიანი იყო, რომელიც ალგასიმბამ ვერ გამოიყენა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მოედანზე 56 წუთზე ძალიან აქტიურად შემოვიდა და დინამოს თამაში გამოაცოცხლა. ალგასიმბამ კი დამატებულ დროში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და 11 მეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც ნიკოლოზ ნინუამ შემდეგ ეტაპზე გამსვლელ გოლად აქცია. გამარჯვების შემდეგ მედიასთან დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა. ახლა რაცა უნდა ვილაპარაკო, ახლა თქვენს უყურეთ თამაში, ნახეთ თამაში. სამწუხაროა, რომ 90 წლის განმავლობაში თამაში ჩვენ წავაგეთ, კარგი არის რომ მოახერხეთ და დამატებით დროში ექსტრა ტაიმის დროში გოლი გავიტანეთ და გუნდი გავიდა მომავალ ეტაპზე. ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ ბიჭების მონდომებით რა, მაგრამ როცა გააქვს ეს მომენტები თამაშზე, ხო ვარ გამოიყენებ, ყოველთვის არის იმის ხიფათი რომ გოლი გაუშვა შენ კარში და ზუსტად ეგ მოხდა. იმასაც ვერ ვიტყვი რომ ეხლა მთლიანად თამაშის კმაყოფილი ვარ, თავდადებით და მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თვითონ თამაშის ხარისხი მე მგონი უფრო მეტი გჭირდება, რომ მომავალი ეტაპი უფრო უკეთესი გუნდი იქნება. ესეთი თამაშით მე მგონი ჩვენ შორს ვერ წავალთ. ერთი მხრივ მადლობა იმ ხალხს, ვინც მოვიდა, პრინციპში ბევრი არ მოსულა. და ეგეც არის ხალხო, იცი რა არის, ამბიციები გვაქვს, მაგრამ ამ ამბიციებს ბევრი რაღაცა აკლია, რომ ეს ამბიციები განხორციელდეს და პირველი რაც აკლია ეს არის
გულშემატკივარი რა. ეხლა ესეთ თამაშზე კაი საქართველოს პირველობა დაბალი დონეა, ყველამ ვიცით, არ არის ის დონე, რა დონეც გვინდა. მაგრამ მაინც ეს ევროპის თამაშებია და მნიშვნელოვანი თამაშებია რა. მნიშვნელოვანია კლუბისთვის, დინამოსთვის ევროპის თამაშები. არა მარტო როგორც გუნდის პრესტიჟი, არამედ როგორც ეკონომიკური დახმარება გუნდისთვის რა. ხარაბაძე ნუ რა პრინციპში ბევრი გაუცდა თან ვარჯიშობდა ინდივიდუალურად ბევრი ვარჯიშა რაღაც თამაშები თამაშა მეორე გუნდში ნუ მომდომებულია ცდილობს და ნუ ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ესეთი ფეხბურთელი როგორც ხარაბაძეა ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ტალანტი ფეხბურთი იყო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მივცენ შანსი და დანარჩენი უკვე თვითონ მაღაზია დამოკიდებული რა თქმა უნდა იმ ფორმი და რა ფორმა რა ფეხბურთის თამაში შეუძლია შორს არის ჯერ კიდევ მაგრამ ნელ-ნელა თამაშების ის რო ექნება ალბათ უფრო ადვილად შევა ფორმაში. შემოთქვი რომ გითხრათ მე ყოველთვის მქონდა გუნდებში ნათამაშები ვარ, მუშავარი ვარ, ვაძლევდი იმის თამაშის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. კარგი არის რომ ჩვენ გუნდში ვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ეხლა ეს ფეხბურთელები მესამე ლიგა თამაშობდნენ და ეხლა პირდაპირ სულ რაღაც ერთ თვის განმავლობაში მოუწიათ ევროტურნირებზე თამაში რა. მე მაყოფილი ვარ, იმიტომ ხედავ რომ მონდომებულები არიან თვითონაც და იმედია რომ ყოველ თამაშზე, ყოველ ვარჯიშზე მაგათ პროგრესს დავინახავ და უფრო მეტად დაეხმარებიან პირველ გუნდს, იმიტომ რომ ჯობია ჩვენ ქართველებს ფეხბურთელებს ნიჭიერ ფეხბურთელები რო ვყავთ იმათ მივცეთ მეტი შანსი ვიდრე სხვა უცხოელი ჩამოიყვანოთ და ველოდოთ ისინი რომ გავზარდოთ და მე რაღაც ისა. ნუ რა თქმა უნდა ფეხბურთელების გაყიდვა ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტია გუნდისთვის, თუ არის იმის შანსი რომ ვიღაცა გაიზარდოს, კარგად ითამაშოს და რაღაცა კონდეს მოწვევა საავაგარეთ, რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ გავაჩერებთ, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ის დაფასება იმ ფეხბურთელის, რა დონის არის და ნუ ვისმეს თუ უნდა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვზართვათ რომ იმაზე წავიდეთ რა. ვცდილობთ ახლა მოვიყვანოთ კიდევ უცხოელი ფეხბურთელები, იმიტომ რომ პირველი 11 კაცის გარდა დანარჩენი ყველა ახალგაზრდები არიან, რომელსაც უმაღლეს ლიგაში არ უთამაშიათ და მით უმეტეს ევროტურნირებზე რა. ამიტომ ჩვენ მუშაობთ, კიდევ 1-2-3 ფეხბურთელის მოყვანას ვაპირებთ, სანამ დამთავრდება ჩვენი ტრანსფერები. ხო და ნუ გეგმა მე უკმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი თამაშის წაყვანა ძალიან ნელი ტემპით ხდებოდა, ძალიან ისე ვაგვიანებდით პასი იქ არ მიდიოდა, სადაც უნდა წასულიყო, ყოველთვის ბურთს ვიჭერდით ზედმეტად, რამაც იმათ აძლევდა იმის შანსს, რომ უკან დაბრუნებული იყვნენ და უფრო უკეთესი დაცვა გაეკეთებინათ. ამიტომ ხო გეუბნებით, ბევრი რაღაცებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ უკმაყოფილი იმით ვარ, რომ ვერ ვიტყვი ხა, რომ ბიჭებმა ყველაფერი არ დადეს მინდორზე, ვინც დაიწყო, ვინც შემოვიდა, ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ უფრო მეტი არის საჭირო იმისათვის, რომ ამ ევროტურნირებზე რაღაც უფრო უკეთეს შედეგს მიაღწიოდა. ეხლა ალბათ ტყუილად არ არის, რომ ამაზე 52 ადგილზე რო ვარ და წამოვიდინე. ტყუილად არ არის ეს, ხედავთ, რომ საქართველოს პირველობის დონე და უკვე ამ ევროტურნირების დონე უკვე სხვადასხვა არის რა. ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო უკეთესი ჩემპიონატი გქონდეს აქ საქართველოში. რაც უფრო მეტი გუნდი იქნება კარგი, რომლებიც კონკურენციას გაუწევს გუნდებს, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშობენ, უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის რა. ალბათ იმიტომაც არ მოდის ხალხი თამაშებზე. ნუ თორნიკემ კი შემოვიდა ძალიან კარგად. ვარჯიშებზეც ეთყობა უკვე რომ ახლა პირველ თავიდან მოსვლიდან უკვე ძალიან
კი ყოველ ვარჯიშზე უკეთესი და უკეთესი ხდება, რა თქმა უნდა, ტურნიკე ჩვენს რაღაც 2 თვეა ჩვენ საქავართ, რა სულ 2 თვე ამ 2 თვის განმავლობაში თქვენ ნახევარია ჩვენთან არის. ალბათ ცოტა დრო ჭირდება. რა თქმა უნდა, დროც რო არ იყოს, ძირითადშიც რო დაიწყოს, არ ამგონია რომ სხვაზე ნაკლებად ითამაშოს რა. მართლა დღეს მაგისმა თამაშმა მაგრა დაგვეხმარა მეორე ტაიმში. კარგად შემოვიდა, პენალიც გააკეთა, მომენტებიც შეიქმნა და მაგრამ ალბათ თავიდან რო დაიწყოს ამისთვის ჯერ შეიძლება მზად არ არის თვითონაც. ახსენე ისეთი რაღაცა რომ მეორე ტაიმშიო თავი შეიკავა გაწევებისაგან რა დაუწყებია ვინმე საუბრობდოს ბარსი იგულისხმება და თანისმრეზე გაიარა ფაქტიურად თქვენც არ შეცვალეთ. არის თუ რა ის შეუცვალეთ ფეხბურთელი თუ ბოლომდე ენდეთ ვინაიდან თითქმის მომენტებში უკვე თითქმის მეორე თითქმის არა ბევრჯერ იყო მომენტი როცა დაუძახეთ და ცოტა თხილად ცოტა ტვინიც უნდა დააყოლო რა მარტო ის არ არის ჯანი და ის რა ქვია იმას თანაც იცი რომ გააყვითელი კარტა ხო რა თუნდა იმაზე ლაპარაკი რომ ცოტა თხილად უნდა ყოფილიყავი მაგრამ ახლა კი გეთანხმებით იმაშიც რომ წამყვან ძირითადის ფეხბურთელია წამყვანი ფეხბურთელია და ამ დროისთვის ჩვენ იქ არ ქონდა იმის საშუალება რომ გამოგვეცვალა და ვიღაცა სხვა შემოგვიყვანა იმიტომ რომ დანარჩენი ახეთ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და ახლა აი ესეთ სიტუაციაში ხო ახალგაზრდა ბიჭებისთვის ესეთ სიტუაციაში თამაში შეყვანა უფრო მეტ უარყოფითი ის ექნებოდა ვიდრე დადებითი ამიტომ გავრისკეთ და პრინციპში კაი იყო რომ არ გააგდეს. რა თქმა უნდა, ჟალგირის უფრო უკეთესი გუნდი იქნება, მასე აჭვარ მეპარება. თანაც ჟალგირისმა ორივე თამაში მოიგო, სახშიც გასულაც. ხო და ჩვენ უფრო მეტი ის დაგვჭირდება, რომ ეს ორი თამაში დონეზე უნდა ჩავატაროთ, რომ კარგი არის რომ პირველი თამაში სახში გვაქვს. ვეცდებით რომ აქ ისეთი შედეგი დავაფიქსიროთ რომ იქ უფრო ადვილი იყო ჩვენთვის, მაგრამ αδვილი არ იქნება არც აქ და არც იქ. მაგრამ არ მინდა ხა რომ მარტო რაღაც უარყოფით რაღაცებზე ვილაპარაკონ თამაში. დადებითიც იყო ის რომ ჩვენ 23-ჯერ დავარტყით კარებში და კონდა ერთი 4-5 100%-იანი მომენტი და ხო ვერ გაიტან პლუს კი ამას პენალტი ამას ვერ გაიტან, რა თქმა უნდა მე უკვე ნერვიულობაში გადადის და ძალიან ძნელია. მაგრამ ჟალგირის ერთი უარყოფითი ის არის, რომ ეგენი ხელოვნურზე თამაშობენ თავიანთან მინდორზე და ეგეც ალბათ რაღაცა ჩვენ დაგვჭირდება. კაია რომ პირველი თამაში აქ იქნება, არ მოგვიწევს იქით გაფრენა, ალბათ უკვე თვის ბოლოსთვის უკვე ფეხბურთელების მოვლენ გუნდში, ახალი ფეხბურთელები და უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით 30-ისთვის ესე რომ ადვილი თამაში არ იქნება, იმიტომ რომ კაი გუნდია. გაწერილია ყველაფერი და კონდა ჩვენ დაწერილი რომ ან ვაცა ან ბა დაარტყამდა იმას რა პენალს და ვაცა არ იყო და მე ერთი პირველი რო გაიმარჯვა მე უკვე ნინოამ აიღო თავის თავზე და კაია რომ გაიტანა და ეს წარმატება მოგვიტანან, მაგრამ საერთოდ ხდება ესეც. მაგრამ კარგი არის რომ ბიჭები რომლებიც რაღაც ერთი კვირის 10 დღის უკან მოვიდნენ და მთელი 120 წუთი ითამაშეს რა ეს კაი არის რომ სათამაშო პრაქტიკას ღებულობენ და მე დარწმუნებული ვარ რომ რაც უფრო მეტ თამაში ითამაშებენ უფრო მეტი უკეთესი იქნება მაგათთვის რომ რაც შეიძლება მალე ფორმაში ჩადგნენ. პოზიციებზე უფრო მეტი გვინდა ნახევარდაცვაში შემტევი უფრო მეტი შემტევი ისეთი ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია რომ თამაშის რიტმი დაალაგოს, როცა ჩქარა არის გასაკეთებელი საქმე და როცა არის დასალაგებელი სიტუაცია არის ჩვენთან გუნდში, ჭირდება, რა თქმა უნდა, ჭირდება
მარჯვენა გარემარბი, იმაზეც გვაქვს ისა რა ქვია მას ლაპარაკი და იმედია რომ რაღაც ამ კვირის ბოლომდე ისა რა ქვია მას გვექნება იმის საშუალება რომ ვილაპარაკოთ რომ დავიმატეთ ფეხბურთელები რა. ნუ ხო გეუბნებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა, რაც შეიძლება მეტი დრო გქონდეს იმისათვის რომ ის ახალი მოსული ფეხბურთელები ან კიდევ ის ახლები რომლებიც მოვლენ გქონდეს იმის საშუალება რომ უფრო მეტი ვარჯიშონ, უფრო მეტი თამაში მონაწილეობა მიიღონ. გითხარით ფუძელის საქმეას მოწინააღმდეგე იქნება რა თქმა უნდა გუნდი რომელმაც ორივე თამაში მოიგო თანაც 5 გოლი გაიტანა ორ თამაში ესე რომ ადვილი თამაში არ გველოდება ეს დადასტურებით ვიცი მაგრამ ერთი ის არის რომ ჩვენც ხო გვემატება რაღაც ამ თამაშებით რა თვითონ ფიზიკურად სათამაშო პრაქტიკა ემატება ფეხბურთელებს და იმედი გვაქვს რომ კიდევ ერთ კვირაში უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით ჩვენც გუნდიც ის ფეხბურთელებიც რომლებიც ახლები არიან გუნდში და უფრო უკეთესი ის გვექნება თანაც ახლა ის გუნდი იმდენად არ იქნება დაცვაზე ორიენტირებული როგორც დღევანდელი მეტოქე იყო რა და ალბათ შეიძლება ამან უფრო რაღაცნაირი მეტი ის მოგცვით შენს შანსი იმისა რომ უფრო მეტი შეუტიოთ და უფრო მეტი რაღაცა მომენტი გამოვნახოთ თამაში. ნუ გეთანხმებით რომ მეორე ეტაპი გაცილებით უფრო ძნელი იქნება კი. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შალგირის დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში 23 ივლისს გაიმართება და იმედია, რომ იმაზე მეტი გულშემატკივარი შეძლებს ქართული კლუბების მხარდაჭერას, ვიდრე ეს პირველ ეტაპზე იყო. და ასევე იმედია, რომ ქართული კლუბები ამ ეტაპის დაძლევასაც შეძლებენ. ბოლოს, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.